ისე ვიმშვიდებ თავს რომ შევძლებ და გავცდებიან ოთახის კედლებს ვერ გხედავ მაგრამ გრძნობ როგორც ქარს რომელიც მსუსხავს და მეყინავს ხელებს თურმე ცხოვრება ფილმს გავს სადაც ხოველია მოსულ თქვა შეიცავს დრამას სცენარი თითქოს შენ შუაზე მიყავს მაგრამ ხვდები სხვები არ გაცდიან ამას რთულია გრძნობდე მე ვგრძნობ რასაც ხედავდე ყველას და თან იყო შორს მაგრამ ეს გრძნობა იმედს არ კარგავს სამოჰაერო სივრცე შენი ღიმილის ბობს ზაზუკა? ელე? როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად. საით გაგიწევია ჩემი ცუგრუმელა გოგო? მამამ ფული დამიტოვა ტელეფონზე უნდა ჩავირცხო და თან რაღაცებს ვირეკე. ხო, რა საქმეა? ფერი უპატრონო ბავშვი ვითხოვარ შეჩემ სიუამშია ყველაფერი ცოტა ხანი გთხოვ რა რაღაცა. ნახე რა საყვარელია ჩემი. საყვარელი კი არის, მაგრამ პატარაა ბოზუშვილო, კარგი რა. ხო, მოიცადე მეც მოვდივარ შენ გამოპყვები. აუ არა, მარტო მერჩენია რომ გავიარე. აი, როგორც იტყვი, შენი სიტყვა კანონია ჩემთვის. შენ კიდევ ვერ გაიზარდე. აი რა პატარა. შენ კიდე აგე მოდის რა. რა ჩუმათვის შეჩემა გონი და დასდებ მაგრამ მაიცადე. ვინ დაცვა თუ ძმა ხარ, მიდი რა. ჩუმად ერთი წამი. მივა ხო, მაშინ? ლუკა წავიდა ბოზუშვილი. როცადე ერთი წამი და ჩუმად შეჩემა. გაიგო. გაიგო საბარა მოტრია. მივა. Mas muito. მინარი ბიჭო. მინარი ამაში. მე რა ვიცი, ვინ არის? ბოზუშვილი. მოიცი, ბაჭიდი, ერთი წამი მაცადე. უკაცრავად ბოდიში სამკერვალო ცეხი არისო აქ და ხო არის სად არის? აუ არა. კარგი. გახდება. რა ხდება? საბუთები. ჩვენი პოლიცია და არაფერი რა უნდა ხდეს? ელენა იცნობ ტიპს. არაფერი არ ვიცნობ, უბრალოდ მკითხა სამკერვალო ცეხი ესაა. ენერგია გითხები. უმათვალო. გამოდი აქეთ. ხა მითხარი ჩამოვალო. გვანცი ხო გთხოვე ეგრე ნუ მეუბნები, აუცილებლად ჩამოვალ ამ ორ თვეში. ორ თვეში? მესმის ძვირფასო, მაგრამ ჩემიც გაიგე, ვერ ვტოვებ აქაურობას. დავიღალე, გაიგე რა. რა გჭირს, ვეღარ გცნობ, გვანცი, რატო არ გინდა რომ გამიგო? მე რამდენად უნდა გაგიგო? 2 წელია გიგებ. შენ რატო ვერ გამიგე ერთხელ მაინც? არ გიყვარვა, რომ გიყვარდე, ვერ გაძლებდი უჩემით. რა? იქნებ აღარ გიყვარვარ და სხვა შეიყვარე. კარგი რა შოთიკო რა, სულ ასე ამბობ. რატომ ერთხელ არ მაგძნობინე, რომ უჩემოდ ვერ ძლებ. უკვე მანდ ვიქნებოდი, მაგ დასაწვავში. მე ხო ვინცი გვანცი, არ გამოგიშვებინა რა. შოთიკო, შენ ჩემს მაგირად რატომ ფიქრობ? რატომ ერთხელ არ მითხარი, რომ უჩემოდ არ შეგიძლია და გინდა რომ გვერდში ყავდე. თითქოს გაწყობს კიდეც რომ შორს ვართ ერთმანეთისგან. რა გჭირს? უკვე ვეღარ გცნობ გვანცი მართლა რა. ახლა მითხარი და გეფიცები წამოვალ, ეხლავე წამოვალ. რო დამშვიდები მერე დავილაპარაკოთ რა მოდი. ლიკა ჩამოდი რა ჩემთან საქმე მაქვს. ვანცა! დავიღარა გვანცი. ჩამოდი და ძე. ყველგან დამსდევს. ვინ დამსდევს? ყველგან დამსდევს გუგა. აი რა მოხდა მე მიყავი. დამშვიდე. დღეს მაღაზიაში ჩავედი. მისი ძაღლები. ყველგან დამსდევენ. აი რა, ხო იცი გუგა როგორიცაა, პირველად გაიგე. იყვნენ. გამეჩერეს. ვიღაცას რაღაც ვკითხა ვიღაცა. რაც უნდოდა და გამომელაპარაკა. ისინი კიდე მომوارდნენ. რა დავაშავე? ერთ ცხოვრება ესე უნდა ვიყო. არა და ხა ის რა ყველას ძალიან გიყვარხე. კაი. ამშვიდე. დაუშავე რა უნდა. შეიძლება მალე გავფრთხილდე და კარგად ვიფიქრე.
არ იკიდო. იკამოვა და ის წამოიღებს, კაი რა აქ ხო, დამშვიდდი, ტირილით ვერაფერს ვერ უშველო. ასეთი აღლიში როგორ დაგემართათ, როგორ გაიჩიფრეთ თქვენ განუვითარებლებო. გეგონა აგერ კიდია თქვენი გეგონა, რა გეგონათ? ბავშვებთან გაიშიფრეთ. გეგონა არ გამაგონუ ეგ სიტყვა, რა გეგონა, ვინ იყო ის ბიჭი? მოცხო იყო. დარწმუნებული ხარ? დიახ. სახელი გვარი? პირადობა არ მინახავს. თუ თქვენი კარგი მოვტყანდეთ. ჯობა რაღაც აკეთებთ, ვერ გავიგებ. კარგი, მოკლედ 24 საათს გაძლევთ. 24 საათში უნდა ვიცოდეთ ჩვენ იმ ტიპის სახელი, გვარი, მისამართი. სახლში ვიყავს, რას აკეთებს? სად ცხოვრობს? დიახ, გასაგებია. მოკლედ წავიდე ხა, დავიშალეთ და ხვალ ამ დრომდე გაქვთ და ვიმუშავეთ. არ ვიცი. ხო, ლეო, ზაზა ვარ, შემართლა ყლეოშე. ესენი ვინ გამომიგზავნე, ბიჭო, ვინები დააყენეს. რა მოხდა, შეფის გოგოსთან იაღლიში იყო. ხო, თვითონ მოგიყვებიან. ჩემთან პრობლემა არ არის, შემს მე დაველაპარაკები. მოკლედ 24 საათში უნდა გამოასწორონ ეს თავიანთი ჩაჯმული საქმე. ოპა, ისევ გუგა ხო? ხო. ში გაქვს ამ კაცს? ვაფშე გარეკა, ხო, რანაირად ექცევა? მართლა ზედმეტები მოსდის რა. ნატოცხმას რომ არ იღებს. რა მოიღებს და გადაუშვებს მეოთხე სართულიდან. აი რა ვქნა, არავის არ ვეკონტაქტები, არაფერს არ ვაკეთებ, რას ვაშავებდი? რა, შენს კარგი უტრაკო ვიღაც ხარ რა. აბა მე გამიბედოს ვიღაცა მეგეთი რაღაც ელე. რას ქვია, ფეხი არ გადამადგმევინონ, ძალიან გთხოვ. ხო დავთხარე ყველას თვალები, გინდ მამა იყოს და გინდ მამაზეციერი. შენ გიჟი ხარ, ეს სხვანაირი გოგოა. ორამეს ვიტყვი და გამაკრავს კედელზე შპალიერი. ფაიმე, რომელი საუკუნეა, ვინ ყავს ესეთი ინკვიზიტორი სახლში? ჩვენ რო დაველაპარაკოთ არა? თქვენ მოგისმენთ, ხმას არ ამოიღებს და ისევ მე გამაშპალიერებს. მოდი ბარემ გაეკარი და იყავი ძალიან გთხოვ შპალიერი რა. ეგ კაცი ჭკუაზე არ მოვა ელე. ასაკში რო შევა, უფრო გაუბერავს. დამიჯერე რასაც ხო. რო დაველაპარაკო. აზრი, ზაზაც მაგისი კუდია. კაცი რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ რა. ხო, თიმა მინისტრი ვარო და ჭკუაზე არ არის, ხო? ეგ სულ ეგრე იყო რა. ვერ ხვდება რომ ელე პატარა გოგო აღარაა და უნდა ისე იცხოვროს როგორც მას სურს. მინდა მართლა ძალიან მინდა, მაგრამ ხო ხედავთ რომ არაფერი არ გამოდის. თუ რა შევეცი ეგეთ მშობლებს რა. ყველა მშობელია? ისე მომენტ ეგეთი მშობლის შვილები უფრო ბოზდებიან. ერებს ამბობ. მე კონკრეტულად შენზე არ ვამბობ რა. შენ რა გაგაბოზებს? მე ზაზას ადგდია ეს ტუტყუც არა გაგო ამდენი ხანი რა უბედურება ხომ არ დაემართა? ეძებენ ქალბატონო ნატო და შეგვატყობინებენ ყველაფერს. კი, მაგრამ როდის ხა სადაც აგუგაც დარეკავს. ხო, მესმის, მაგრამ არა, ხედავ შენ ერთი ნაბიჯი გადავადგმენე და იმ წუთასო პრობლემები შექმნა. რა ჭირს ამბავს ვერ გავიგე. ხო, მაგრამ ლათელეც ხო არ არის ყველაფერში დამნაშავე. შენე გუგას აუხსენი, ზაზა, კარგი რა დავიღალი ამ ბავშვის წყალობით, ხომ აღარ შეიძლება ესე? მესმის, მაგრამ რა ვქნათ? არა, ხედავ შენ 100 მეტრი გაიარა და ყველაფერი აურია. არ ვიცი, რა მეშველება 17 წლის არის და 17 უჯრედი არ აქვს ამ ბავშვს ტვინში. ვერთო რა გავაკეთო, აღარ ვიცი. ეხლა მთავარი უკვე ბატონი გუგა. არა, მეც მაგაზე ნერვიულობ. მარტო მაგ ბავშვს არ აინტერესებს არაფერი, ვის გავს, ვერ გავიგე. 3 საათი გავიდა და ვერ გავარკვია სად არის. ვაიმე, მართლა რა მეშველება. აუ რა ვქნა, ახლა ვერაფერს ვერ იზავ. ალბათ ნატო ნერვიულობს. და ჯობია სახლში წახვიდე, სანამ გუგა ჩაერია. იცი რას მიზამე? ფეხებს ვერ მოგჭამენ რა. ვაინახე რა. დაწყნარდი, გვანცა მართალია ხო. წადი ჯობია სახლში და გვირდები რომ რაღაცას მოვიფიქრებ. თან ცუდად. რატო ხარ ელე ცუდად, რა მოხდა, რამე დააშავე ესეთ? არ დამიშავებია, მაგრამ ძალიან მინდა რომ ყველაფერი შეიცვალოს. მალე შეიძლება ძალიან, მაგრამ ცოტა შენც მოიხოდე რა. დაელაპარაკე მამაშენს, რას გიზავ, შეგჭამს თუ მოგკლავს. და ნახავს რომ შენც მაგრად მეშინია, მართლა მეშინია. იხტაფებს და გაჩერდაო დამანებე თავი მაშინ, აბა რა გავაკეთო, იყავი მთელი ცხოვრება ესე. კარგი გოგო რა, მამას კიდე ეგუნდა. კაი, დამშვიდი და სახლში წადი ჯობია. ჯობია რა. კაი. ვინები? ბოზუშვილი. რა ვიცი ერთი.
არ არიან ახლა დაიკიდე რა ბიჟია. გამისკდა გული ბოზუშვილი. აი, დამაყენე იზვინი რა. რა იზვინი შეჩამფოს და ნიპრიატნია ხო ხდები მე დიდა მოვტყან რა პონტია თო. აი, მაგათი დედაც მოვტყან მარტო. დავიმარა აი დაიკიდე გაატარე რა ბოზუშვილი. რა უნდა ქნა შეჩამ. ხوار დაგეხოსნა. არავინ არ არის ბოზუშვილი. ხო რა მაგარი. просто მაგარი მაზოხისტი ხარ, ჩემი დედაოტე ხ მაგ ძაღლობა და და პოლიციასთან უნდა ვიომოთ თუ აი იზვინი რა. არა იზვინი. რა უქნა აბა ეხა რა გითხრა მეტი თო. აბე რა უნდა ქნა. ეს თავი რო დაანებო შეჩემა. პოლიცია რა უნდა უთხრა თორე კი. დაგვიჭერენ ნასკებიან ტრუსიკიანა გაფრთხრიან ყველაფერს ტრაქში ბოზუშვილი. ბიჭო შენ ხომ იცნობ რა? პონტი არაა ძმა მე მაგოგოს თავი დავანებე, მაგრამ კიდია მამამისის და ის მენტურაც რა. რა ვიგიცნობდა დღეიდან მაგარი სამწუხარო ფაქტია იქ, მაგრამ რა ვქნა? აუ არ შენთან ლაპარაკი ხო არ შეიძლება. ჩვენგან აგი ნერვებს მიშლი, იმიტომ რომ წესიერად ლაპარაკი არ შეგიძლია ძმაო. სულ გადაობ რაღაცები. კაი. ისე ბიჭო რა. აი კოსტუმები რო ჩავიცოთ ესე სოლიდურად, კარგად. რატო? მამამისთან მივიდეთ სამინისტროში და ესე რო შევალ ჩავიხადოთ და წავიკუზოთ და იქნება მარტო ხასუხები გაგვიკეთონ ტრაქში ბოლშვილი. გადი რა ძმაოს გაფის წადი ხ თავი დავანებე. ოღონდ სერიოზულად გეუბნები, არ გეწყინოს რა, მაგრა ნერვებს მიშლი და წადი ცოტა ხანი მარტო დამტოვე, კაი? მართლა მეუნები. მართლა, ოღონდ არ გეწყინოს რა. მიდი მე სწავალ და კარგი კაფეში შევხვდეთ რა. მიდი წადი რა. ძმაოს გაფის, მიდი. ბიჭო, ისა. არჩი არ გაგიტყდეს რა. რა უნდა გამ? არჩი ხო ხდები. ბოშა. დაითრევ. საღამოს კაფეში ჩამო. დაითრევ. ციგარი. მობრძანდი? სად იყავშე დეგენერატო ამდენ ხანს? დავწყდით ნერვიულობით. განცასარი იყავი დედა. არა, იტყუები კიდეც? დედა რა მომხარ ხო ამბობს აღარ ვიცი. არ იტყუები დედა, განცასარი იყავი. ხმა გაიკმინდა შეუსინდისო. სუშჩენს გამო უნდა ვიყოთ ამ მდგომარეობაში. მორჩა, აღარ შემიძლია, აღარ. არ შეგიძლია, განცასარი იყავი, რა დავაშავე? მოიცა, შენ ქუჩიდან რომ გაიქეცი, მის მერე განცასთან ხარ? კი, პირდაპირ წავედი. წადი შეეთრიე შენს ოთახში და გამოსული არ დაგინახო შენიდან რა ახლა. დავაშავე დედა, რა გინდა? Ora. Ura, cazzo. Cai, no? Cazzo. Vídeo. Não tô com fome. Não. Mas. Vamos ver o que é. Amigo. Azdam. Hasta luego. Pincho. Წვენი, ნე? აუ, წვენი. ყინული? ყინული. აუ, როგორ მეზარება იცი? მიდი, ზოგადად. ნიჩი. ინდამულები. ბიჭო რა დაბურილი. და. კაი მაშინ ვიცხო, რაღაც მომას გაქვს. ორი. Тигр. Лука. მართლა კარგად ხარ მომბოზგავს. კი, კარგი. გეცინა. არ გაიგო არაფერს დავიგროვე დღეს. არაფერი ჯერამ ელენეს ამბავი მე მამა ჩემი. მამა შენს რა უნდა შეჭი?
არაფერი დაიწყო რომ რაღაც რატო არ მეხმარები. ერაში უნდა დავეხმარო. აი ძმობაზე აფიცებ რაიმე კაცმა ჩაგახუტა მაგარი საქმეთო. მე რა ვქნა რაში უნდა დავეხმარო რა. შენ მაინც არიცი რომ ბავშვობიდან ასე შეფუთული ვიზდებოდი სულ. ეგ არის ყორო მეუნებოდა, არაფერში არ დამეხმარო, არაფერში არ შეწუხდე შვილო, მე შენ გვერდითა ვარ. ეხა სხვანაირად დავბაზრდა. რა ვქნათ? ვიჯო, შენც მაგრა. აბა. ძმობაზე აფიცებ და. ერთიც რო გვექნა. არა. მინდი რა კარგად, არ მინდა, კარგად. გონია მაგარინი დახატე. არ მინდა, ლუიცი, ბიჭო, ეს დაძალები, სულ არ მინდა. მინდა ერთიც დავაპრიხოდო, ძმობაზე. კარგად ვარ, კაროჩი და ესე მირჩევია. რა კარგად ხარ, შეჩემა, ესეთი გრუზი ხარ, ბოზუჩულიო. არ მინდა, კარგად, ძალიან კარგად. ლუკა სუნი აგდის, მართლა გეუბნები. არაფერი სუნი არ ამდის, კარგად ვარ და არ სუნი ამდის. ბიჭო, რა მაინტერესებს იცი? ეხა მენტებმა დაიჯერეს, რომ შენ არ იცოდი ელენეს? შენ კიდე იმაზე ფიქრობ, ბიჭო. რა ვიცნობდი რომ შეჩემ. არა, მაგას კი არ ვამბობ, რომ ანუ ეხა წარმოიდგინე. შეიძლება ეხა ელენეს ჩვენ გამოტისკავენ, ხო? ჰა? ესე რომ მიაჭერი უცბად ეხა შეიძლება ჩვენ გამოტისკავენ ელენეს უეჭველი. აუ ეგ რო გავიგო, შენ ძმობას ვიცა ვარ, ვიღაცას უეჭველი დაუბრიდავს. ძალიან სუდად ახარე. არა, просто აი შენ ხო იცი რა ტიპი ვარ, რა ელენეს არავის არ დავაჩაგრია. ძმობას გაფიცებ. ვინ დაჩაგრავს მაგენ ელენეს? ერთი ბატალიონი ძაღლობა დაძდებს თო. რაზე უნდა ვინ უნდა დაჩაგროს? ბიჭო, არა. რა ხნარდი რა? რა იცი? ბიჭო, პირველად ამ გაზაფხულზე ვნახე. თაკადული ვითხოვნაზე. ქალისგან თმები უშრიალებდა და მაშინ ვიგზენი მისი თმების სული. ისეთი კოხტა და ლამაზი იყო, აი პატარა. მიუტრიალდი და უბრალოდ ყურებით ტყუებოდ. მაშინ ვიგზენი რომ შემოყვანდა. ეი, ყურებამდე შემოყვანდა. შვილივით იყო პატარა კოხტა. აი თითქოს ის შვილის ნუკრე იყო და მე მონადირე კი არა. შვილის ნუკრის მოსიყვარულე ვიყავი. მე სახში რომ მივედი, ყურებამდე შეყვარებული. ბიჭო, სარკეში ჩავიხედე და მაშინ ვნახე პირველად შეყვარებული ლუკას სახე. მთელი ღამე ელენე მე აი ელანდებოდა. როგორ ჩამიარა აი ეს თმების სურნელი გამყვა. ბიჭო, მე დილით ავდექი თუ არა, იგრევე მანქანაში ჩავჭექი და ზუსტად იმ ადგილას მივედი, სადაც ელენე ვნახე. ბიჭო, აღარ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი აზზე არ ვარ, მაგრამ არ გამოჩნდა. ბიჭო, დამესის რა. ვაჟა! ძმობას გაფიცებ რეები იბაზრე, მოდი და გახვდები. აუ გააჩო. მოდი ძმობას გაფიცებ, განახო არ გინდა. შენ და მე დექი რა შვილის ნუკრი მიდი და ელაპარაკე. აიცა. რა ჩიქარი ხარ? ეს მოულოდა. ამიშვი ხელი რა, იმენადა. მოდი ძმობა. არა სერიოზული ადამიანი. მე რაღაცა ჩემ გზნობებს გიყვები, შენ კიდე მიიღებ და ის გაი რა. დოდიშ. მაგარს გახადავ დღეს ჩემმა ძმაკაცმა მაგარი ვიშე. რადი დამანები თავი რა. მოდი. შენთან წესერი ლაპარაკი არ შეიძლება. ნახე რა მაგარი რა. ამიშვი ერთი, ამიშვი. გავალ და მოვალ ერთი. ახლოკა. ჩიგარი ხარ. უყევი მასაც შვილის ნუკრი და ეს.
ნიკა ხარ? ნიკა ვარ მე. თქვენ ვინა? შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვარ. ადექი. ჩვენად გამყვები. რა ხდება? რას გავხარ ბიჭო? კაიში ხარ? გოგინდა რომ დავიწყო რაც ჭირს, ადექი და გამომყევი. მოგეშინია. უბრალოდ სალაპარაკო. რა?